აი დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ რა გზას გადის კერძი, რომელსაც უკვეთავთ, სანამ ის თქვენ მაგიდაზე არ მოჩნდება. ჩვენ რესტორანში ზოგიერთი განსაკუთრებული კერძი სათავეს სწორედ აქედან იღებს. შენ ეს მართლა ფრანგული ხოხობია? კი. რა ვიცი, იმან ფრანგულიაო და. შტატი იმან, ამასწინად. ცხენის ხორცი. კავკასიური ირმის ხორცა შემტენა. ნუ ბოდიალობ ერთი რა. კი არ შემოგტენე, შემეშალა. თუ ეხლა ლაურა ლონდარიძე ყოვლის შემძედა შეუცდომელია. ისიც ვიცი, რომ ეგ ხორცი შენ თვითონ გინდოდა ელისეის მინდვრის ირემად გაგესაღებინა. დაჯი. ახალი პონდი დავითრია. ახალი რამე. ოსულების სვალა. კიბლები რო ქონდათ მშობიარობის დროს. ადუნებს ყველას ხუნთებს ხო თეზოებს. მაგრამ მოწუს უდალებ მინა დრაივი აქ. მოიცა ბიჭო, გაგიწი ქალების სამალი რა პოჩი უნდა დავი. შენ აგონია მე დალია წინაზე რა იყო? რა იყო? დამარი. მენსტრუაციის და ფსორიაზის. რა? ბაბა? მენდერანი გუშოიცი ამ სამუშაო დღეს. რა ხოძე იყო? აიტა ხელი. აიტა. გემრიელად მერცით ეს უგემრიელესი ფრანგული ხოხობი, რომელიც უდროთ იმ სხერპლას საფანტისტყვია. რა იცი თქვენ? იქნებ ცოტა მაინც გაგაგოთ იმ სფეროს შესახებ, სადაც თქვენ მუშაობთ. როგორც წესი, რესტორნებში ხელოვნურად გამოყვანილი პროდუქტი ხდება. და თუ ეს ფრანგული ხოხობი მართლაც თქვიანი მსხვერპლა, მაშინ ევროპული სტანდარტების უხეშ დარღვევასთან გვაქვს საქმე. დილენო ანდღა მოთონა. ცილებეროზი ბანკის განმადება ბოგაფაგი ხაიადენიკის ჭმა გოედღამი. მანიო. გაზი. ეზი. ოფურინო. ეზი კიბერდაზი. ხო, ბიდი. ეზი, ყოშა. კანგვაჩ. ეზი. მუშმა სუსტარები დახოდი. სუსტრენო? მოთოს ვაბახში ხაიადენიკის. ხაიადენი. ეხა წაბძანდით და 4 წუთს ნახევარში. დიახ. ფორთხლიანი წყალი მომიტანეთ. სადაც 2 მოზრდილი და 1 საშუალო ზომის ყინული იქნება ჩაგდებული. გიგა. სუდათ გიგა. გულგერევა? თავრუმერე. ცოტას დაიწედა. თავრუმერე. ცოტას და გაგიმრის ყველაფერი. ფეხებს ვეგზრო. მიგეშინია? ხეებსაც ვეგზრო. თავრუმერევა. ვა! დაირო. მოდი. აი აქ შედი. მიდი. აი მან დაადგილე. მოითმინეთ ადგილი და ვიზუალი უნდა შეთანხმდეს ჩვენთან აუცილებლად. ჩვენი დირექტორები უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ. ბატონო. ფული გადახდილია და რესტორნის აი ეს ფლიგელი მთლიანად ჩვენია. ასე რომ ფოტობანერს დავდგამ იქ, სადაც ეგრეთ წოდებული მაღალი ვიზიბილიტია. ამას დავარ. ბალონი გაბოიო? რაო? შემოხდება. დიხოს. სანამ ეს არ გიტკი თავში მანაზე ასე ვერ მოხდი, დიხოს. გადაგემართათ რა ჭიქარ რომ გამაგებინეთო? აი მე მთავარი რომ გადარჩინე. ვაიგანო არ მომტებიან ნუ გეშინია რაღაცო რა. ამაზე ლიმონი. ლიმონი არა მარილი კაცო. დროშაზე მოიყვანე დააკრე შენი გავიგებიანე. ახლა გიგა. უკ დავინე? და ნუ გეშინია კაცო. ვიდა და გაიგებინე რა. შენ, მე მგონი მართლა ჯობია რომ სასტრაფოს გამოვიდე. სასტრაფო არა მაგა. მოიცა მივიცი ამათი სასტრაფო. მოიცა. აი მე კი. როგორ არის? წყალი. აკარა. მოდი ხა მოდიო. მომიწეს აქ ლაზარე. გამომართეთ ეს. წყალი. წყალია? წყალია. მიდი. ნიკა! რა გამომარს ბიჭო? ვერ ხედავს ატყვა. სად?
Вообще, да среди на доходе. Это рано лапарако. რა просто რაღაც თავს გზნობ მშვენივრად რაღაც სუბხად მეთქი რა ვას ამ кайქნებოდა რა ვიცი ბიჭო გიგა ეს გადამალევინა რაღაც უსულების დაბალი ნახე ზად მოხდი მე სულია ბიჭო просто ნიკუშ გეხვეწები აქედან გამიყვანე რა გიაგულდება კაბინეტში დაგუფრიდავს დაგოსაღებებს გამაგებინეთ მე რა გინდათ გამაგებინეთ რა მე რამდენჯერ უნდა დაგიმართ ჩემ ხელში კიდაც ციკლიტო წადით რა ღვინო დალია დაიძეთ გამაშუშტი არ ჯობიათო გამგვირო შეს დავლიოთ რა დალიო რა ღვინოა წადი შეგვედებს მიგადეთ როზე წამო რა ღვინო გაგით დეგენერატე ვითავ შენ არ იყავი წესერე დორ წამოვიდა მანიაკს უნდა მიუტანო ფორთხლიანი წყალი, ორი მოზრდილი და ერთი საშუალო ყინულით. მიდი. 29. ფორთხლიანი წყალი რა. ხო არის ლიმონიანი წყალი და ლიმონიანი წყალი. არის ფორთხლიანი წყალი და ფორტოხლიანი წყალი. 31 იკუმშება რა? იკუმშება თუ იკვეცება? იკვეცება არის. 26 ბოლოში რო იწლება. მესიჯი. შენ წაიკითხე? ამარეულ ქვეყანაში დადოს ინსპექტორია. არა უშავს მოყომარდება. შეყვარ გაგიჟდე რას ეკეთებ ამ ხსენი. ვერ ხედავ რა დღეში ვარ? გამჯობა ლიკა. აი მე როგორ მიშლის ნერვებს შენი? აუ ვერ გავიგე. რატო ვეღარ მიტანს და რატო უსვინებ? ძალიან ნერვებს მიშლის. თან ძალიან საყვარელია. შენ გიაგეძახი. ხო. სამი წამი დაგაგვიანდოთ. ალბათ სადმე ავჩქარდი. აუ მაპატე თავიდან შემო ერთი შანსიც მომეცით გთხოვთ. ეხლა უმჯობესია. რა? თქვენი და სამზარეულოს თანამშრომლების ბოლო დღეების დათვა დავიწყოთ. რა? აი რა არის ეს? ეს ზაფი. ზაფიც რომ იყოს. რა უნდა ჩემს ფრანგულ ხოხობში? მაპატეთ მე არ ჩემი არ არის. ნახეთ მე ჟღალი ვარ. ეხლა წაბრძანდით შეფ მზარეული და რესტორნის მენეჯერი მომიყვანეთ. თქვენი ფორთხლიანი წყალი შერეული ყინულებით. სინგარე. ბიჭო დღეს ხუჩაბათია? მე ოხ ჩემო. ხო, ხუჩაბათია და რა ხდება რომ? აუ ეს აზერა. რა აროჩე? აი გია თვეში ერთხელ ხელს გვაპარსინებს. ხელს გაპარსინებთ? აუ თავი მომაჭერი და ხელს არ გავიპარსავ ძმაო რა. ლევანჩიკ, დავიძოთ ჩვენს რასე ვიყავით საყვარელო, მაგრამ ბოლოს ხო იცი, ეშვები ყველაფერს. და ბოლოს, კაი, ქუჩაში ხوار ვართ რა. წავედი მე ხომ გავიპარსო. მოდი ვარ, ნამდვილად. ატრაკეთ ხა რა. მომისმენე ლევანჩიკ. აი ჩვენ ადუში გითხარი ძმაო და. აწი? აი თუ იმასთან გაგივა, ღმერთმა გაგიმორჩოს მაო რა. აგიხსნით. ჩვენი სტუმრები შემოვლენ აი იქიდან. ჩვენი თანამშრომელი დადგება აი აქ და ნომრებს ამოიკითხავს. ჩვენ ამისთვის გვყავს ქრისტინა, ჩვენი ჰოსტესი, რომელიც ყველაფერ ამას ძალიან კარგად გააკეთებს. ანუ თქვენ მეუბნებით, რომ ჩემს თანამშრომელს, რომელიც 3 საათია საპარიკმახეროშია, ვუთხრა, რომ ნომრებს აღარ ამოიკითხავთ, ხო? ვაიმე! ნომრები? დაბეჭდეს? ლიკა, ქალბატონო ლიკა. რა გინდა? იმ მანიაკმა იპოვა ფრანგულ ხოხობში ძაფი. ძაფი კი არა, თმა. ძაფი რა თმა? თმა. და ესე თქვა რომ დაუძახე შეფსან მენეჯერს პრობლემა რო არის, არ უნდა მითხრა? გიას უთხარი და მოვამოწ. ბიჭო, მართლა იპარსავ თქვენ? ხო, ლევან, იმინა ვიპარსავ. გითხარით რა?
აი 2 წელია ყოველი თვის შუა სამშაბათს აი ამას ვაკეთებ რა. მოკლედ ყველაფერი დაბეჭდილია. სტუმრები რომ შემოვლენ, ყველას დაურიგდება თავისი ნომერი. შემდეგ ამ ნომრებს ჩაყრიან დოლურაში და შემდეგ გავათამაშებ ჩიდა ლატარიას. არა. ყველაფერი საათივით მაქვს აწყობილი ჩემ დეპარტამენტში. და რის დეპარტამენტია? შპს კრედიტ ინფოზავრის PR მენეჯერი ლალი დონდუა. სხვათა შორის მარტისთვის მონაცემების მიხედვით მეორე ადგილზე ვართ მიკროსაფინანსოთა რეიტინგში. და ეს ყველაფერი ბატონი სულხანის დამსახურება. მისი ცოდნა, შრომა და ღვაწლი თითოეულ ჩვენთაგან სასულდგმულებს. ამინ. მოკლედ დოლურა დაიდგმება აი აქ. ყველაფერი გასაგებია? ჟან, შენ წერ? ჟანის ეღალი არა, ჟანი მსახეული. ხატავ? კახი კონდიტერი, კახი მხატვარი, აბა ქემი გლაზური, კახამელი ხო გქონდა? და ოფიციალდებსაც ხატავ? მერი, ნუ მაშინ ეგეთი სახე ჩემი გული ვერ გაუძლო. აი რა ვიპოვე დღეს? ო მონ დიeu. ზიგი შენ ყველაფერი ისი? არ ვიცი ხო და დაიწყე მომიყევი ყველაფერი. მაიასი, მე უკვე ეხთისილია მიხვალ. და გიამიცის? ოღა. მე მგონი უნდა უთხრა. მე ეხლა დაიბრუნე ჩემი ბლოკნოტი. გამარჯობა, მე ლიკა ვარ ლაფიგაროს მთავარი მენეჯერი. ეს კიდე ბატონი მგია, ჩვენი შემზარავი. გისმენთ რა პრობლემა გაქვს? დიდი არაფერი. უბრალოდ ჩემს ფრანგულ ხოხობში აღმოჩნდა აი ეს. მინდა წარმოგიდგეთ. კვებისა და სანიტარიის ინსპექტორი თამას კვარაცხელია. და ეგ რა არის ბატონო? ქალბატონო ლიკა თავიდან მეც ძაფრი მეგონა, მაგრამ ახლოდან არის მის ხირი. მუქიყავისფერია. დამშვიდი. ასევე ამ გოგონას გონია რომ ეს ფერმაში გაზრდილი ფრანგული ხოხობი საფანტით არის მოგებული. ხოცა. მათი არ გწხვენია? კიდე მე. ბატონო თამას, ჩემი მზარეულების და მთლიანად რესტორნის სახელით დიდ ბოდიშს გიხდით ამ უხერხული დისკომფორტისთვის. სამაგიეროდ ჩვენ მოგიმზადებთ კათმის სოტეს და ჩვენი ფრანგი მზარეულის უგემრიელეს ბლომანჟეს. უკაცრავად. როგორ გამართული საუბარი გწევია? მე ყველაფერი შემიძლია რაც ამ მზარეულოს შეეხება. ხო ხობს არ გაქვს. ხმა. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის ყველაზე პრესტიჟულ რესტორან Le Figaro-ში. თქვენთან უფროსი ვინ არის? ბატონო? უფროსი არ ყავს გოგო? პატრონი არ ყავს? კი, როგორ არა, ქალბატონი ლიკა, დაუწახებ ახლა. მიდი. თქვენ მანამდე იქით დასხედით. ჩვენი საქმეა, რასაც ვიზამთ. მოიგნე? ხო. ეს თანკი. გამარჯობათ ბატონო, მე ვარ Le Figaro-ს მენეჯერი ლიკარი, შემიძლია დაგეხმაროთ. გაჯე. გისმენთ. ჩვენ ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ვართ. რა შეასაქმე? თანამშრომლების დოსიე გჭირდება. თანამშრომლების დოსიე არის კონფიდენციალური და ჩვენ ყოველ სტუმარს არ ვაწყობთ. ქალბატონო ლიკა, უკვე ხო გითხარით რომ ჩვენ სტუმრები არა ვართ. რა შემიძლია დაგეხმაროთ? მოკლედ ქალბატონო ლიკა. ჩვენი ფრანგი კოლეგებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 14 წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნება საფრანგეთის მოქალაქე ვინმე ჟან-პიერ პლუნე და მისი ქართველი თანამზრახველი შოთა რუსთაველი. ვინ კრეტინმა გადაწყვიტა, რომ კვებისა და სანიტარიის ინსპექტორისთვის მირთმეული ფრანგული ხოხბის კერჩი საკუთარი თმა ჩაეყოლებინა. შეფ, ის ეგ პტიცა. თქვენ არ გააკეთეთ? მერე ამ სიგზეთმა მაქვს. მერე ის რო შეფ, აი მაგ პტიცის მომზადების დროს გვერდით ვინ გედგათ? ლევანი, ხა? ვერანაირად, შეფ. დღეს მთელი დღე კუდი მაფარია და თან ხელებიც გავიპარსე. რაო? გაღიღა ხაცი. მე ხამდენე უნდა ახალი ბიჭი გაფხაზო ხამხელები. თქვენ სხვა საქმე არ გაქვთ? დაშენ გაიმარხე არა? ჩაკ. ინსპექტორისთვის ბლომაჟე მოამზადე.
შეფ, მე კოხპორატიული სუფხაგან. არა, ეს კოხპორატიული არ გამაგონო. წუთი ეს კაცი შემოვა და ყველაფერს შეამოწმებს. ყველამ თავისი კუთხე ალოკოს. არის. ისე რომ ლაპლაპებდეს აკაურობა. რა დანაშაულისთვის? ეს კონფიდენციალურია. ეს ფრანგი ზარეულია. და გვაქვს იმის ეჭვი, რომ ის თბილისში რომელიმე რესტორანში უნდა იყოს დასაქმებული. არა, ბატონო, ჩემთან მხოლოდ ქართველები მუშაობენ, დამერწმუნეთ. ფრანგულ რესტორანში და მხოლოდ ქართველები? ყველა ქართველია? რა თქმა უნდა. ოფიციანტები. დიახ. და თქვენ? რამე? სუფთა სისხლის ქართველი ბრძანდებით? ჩემზე გაქვთ ეჭვი? არა, როგორ გეკადრებათ ხალბატონო ლიკა? რა შეუკვეთავთ? სამწუხაროდ არაფერს უკვე გავდივართ. კარგად ბრძანდებოდეთ. მოკლედ ხალბატონო ლიკა, ჩვენ ახლა მივდივართ. ამ ფოტოს დაგიტოვებთ. დიახ. და თანამშრომლების დოსიეზე უახლოეს მომავალში შეგაწუხებთ. აუცილებლად მობრძანდით. ნახვამდის. აუ, ესეც მაგარი სტანოკი იყო. ის ჯობდა შეჭი. აქედან გამომძებლები და მომცეს აი ეს. შენი დედა მოსაიდან ეს? მომიყევი ყველაფერი. ლიგა, ეს ის თემა, სადაც შენ ცხვირი არ უნდა ჩაყო. საერთო როპერებით ცხვირის შეყოფას თავის ჩამეყო. ან მომიყვები, ან დუტას ვეთქვი. მომისმინე? ეს ამბავი არავინ არ უნდა გაიგოს. გთხოვ ლიგა. ჩაივლის ყველაფერი და მეტყვი. ვაფშე როპერები თქვენ გამო ციხეში წასვლას. შოსტა! ჟაკ დაგვენძრა. რატო? გეძებენ. მე? გამომძებლები იყვნენ მოსულები. ინტერპოლი გეძებს. შენი კაკის ხაკიო. შენ თუ დაგიჭირეს, ჩემზეც გამოვლენ. გია, მე არ გაბოზდები. არა, კვალი თუ აიღეს, მეც დამიჭერენ. ის ისა კიდე ვინმე? ლიკამ. გამოდიღო ლიკას ასხავო მოსაშუღებელი. მოიცადაც, ლიკას მე მივხედა. დიახ. სამზარეულოსკენ გამიძახით. ბატონო. აი ეს არის ჩვენი ბარი, სადაც იყიდება უმაღლესი ხარისხის სასმელები და კეთდება უნიკალური კოქტეილები. ხო არ დააგიმოვნებთ? არ საჭიროა. და ეს არის ჩვენი ქრისტინა, რომელიც არის ჰოსტესი და რომლის სამუშაო ადგილიც არის ეს. ჭყო, მოდი. და ეს არის ჩვენი ჭყო, რომელიც საუბრობს 11 ენაზე. მეგრულის ჭათვით. დიახ. ზოგი ჭირი მარგებელია. სამზარეულოსკენ. ერთ წუთით. წავიდეთ. ამბიც დამცავი ქუდი რატო არ ახურავს? ეს ვაფშე ვინ არის თო? ვინ არის ეს კაცი? ვაჟა ვარ ხელაშვილი. დამხმარე მრეცხავი. თქვენ ამიყვანეთ 3 თვის წინ სამსახურში. გია, გრაკიდან წამოვიყვანე ნათლის ღების ღამეს. გრაკალი ბიჭო, ქუდი რატო არ გახურავს? ბატონო გია, ქუდი სუმახურავს ხოლმე. უბრალოდ ეს კაცი რომ დავინახე, პატივისცემის ნიშნად ქუდი მოვიხადე. გამარჯობათ.
ჩემი მეგობარი ნიკუშა. გამარჯობა. გამარჯობათ. აი ეს რა არის? ვინმე ფორმატ. სიზბაში. ამას მე ტორტის ბისკვიტს უკეთებენ ხოლმე, როცა სჭირდებათ. ახლა საწყობი და მაცივარი მაჩვენეთ. თხოთ. აქ რა არის? აქ სპირტიან სასმელებს ვნახავთ. მაცივარი მოვწონდით. ჩაქადე? იცნობთ ამათ? რა თქმა უნდა, ესენი ჩვენი მაცივრის დაცვის ბიჭები არიან. პროდუქტის მცველები ძალიან მაგარი ბიჭები დიახ. ვისგან იცავენ? აი, იმათგან ვინც ბოროტ ცხოველებისგან. მოგლეთ, 32 ნაბიჯი გადავდგე. უამრავ დარღვევას წავაწყდი. შოქში ვარ. უნიფორმა სადრეს ხავთ? ამაში ჩვენი სამაგალითოები ვართ. მე მოუყევი შენი საქმიანობის შესახებ. მე ვარ მერი ღაღანიძე. საკმარისია. მოუყევით სკოლაში ჰაგიოგრაფია. აი ეს მეტია. მერი, ძალიან ბევრი ქაფი მოგსვლია. რა არის ეს მერი? აი ხუმრობის თავი აღარ გიქნებთ, როდესაც რესტორნის დახურის ოქს მოვაწერ ხელს. ორთვიანი არ აღწდებათ. რას ვცადებ? სწავლობთ რესტორანში და ვილაპარაკოთ. რა შემჭამე, ვერ გაიგერო. აი, კარგო არის საქმეები? ტუტა. რა შევით, აბა როგორ ახართ? ალო, ლიკა მეთქი. მოიცა. ბიჭო, მომაქციე ყურადღება, დუტა ვარ, შეჭიმა რა გჭირს? ლიკა. დუტა ვარ მეთქი. უი, დუტა მაპატია, სხვა მეგონა. ხო კარგად ხარ? ხო, კი, ყველაფერი კარგად არის. აბა რა, თქვენ ახლა საუკეთესო რესტორნის საუკეთესო სტაფი. და ის მიწათა საყრელი ინსპექტორი? აი, აქ ზის და რაღაცას წერს. ალბათ საბეჭდილებას გვიზიარებს. გემზე ხარ დაყოფი? გემის ყიდვა გადავწყვიტე, ასე ხარ? გემის? ხო და მალე გაგასეირნე. აი ესე. დუტამ გემის ყიდვა გადაწყვიტა. ეს მიწადასაყრელი ინსპექტორი კიდე ზის და რაღაცეებს წერს. არა, ჩემი კაცური ინტუიციით ვგზნობ, რომ ეს ამბავი ესე არ დამთავრდება. აქ რაღაც მოხდება. შეზეოცნება გასგადანე მონადღებიზე და ჩუმადა სად არის ჩემი დასაყე? შენზე ვიშიტელი ღამე გადენე გადეღილი გულიზე გამთელე დუმამაჯეს გაზაფხული ნაზიზი მაშინ იქნებ გაჟოღება ნაზოზიო და მიბრუნდი ზეზი ღაღულო ჩემო გადეღილი გულიზე გამთელე